დიდი გლოვა ერში და ბერში წებს თავარი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღესრულა. იმ თემაზე ვაპირებდი საუბარს უწმინდესის დაკრძალვამდე, რის გამოც დღეს შეგაწუხებდა ეს ელვა გადაცემა შემოგთავაზეთ, რომ არ მენახა გუშინ სამების ტაძარში ივანიშვილის კმაყოფილი სახე, როგორც ის დახურებდა პატრიარქის ცხედარს და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, აღშფოთება და იმის თქმის სურვილი უწმინდესის დაკრძალვამდე, რასაც ვაპირებდი ორშაბათის შემდეგ. აი როგორც საქართველო მიიტაცა სახელმწიფოებრიობა, შეისრუდა, ჯიბეში ჩაიდო, ნივთად გადააქცია, პრივატიზაცია მოახდინა ივანიშვილმა, იგივე გაუკეთა საპატრიარქოს. და უპირველესად თავარი ბრძოლა გამოუცხადა უწმინდეს დასაწყისშივე, როდესაც 2012 წელს მოუწოდა მრევლს, რომ პატრიარქი უნდა აკრიტიკოთ და ყველა მისი პოსტულატი არ არის გასაზიარებელი. ვინ არის ეს ჭორვილელი თახვი, რომ პატრიარქის კრიტიკის უფლება ჰქონდეს იმ პოზიციიდან, როდესაც ის იყო უკვე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრი. და ამას მოუწოდებდეს მრევლს და ქვეყანას. არ ვიცით. აღნიშნულის შემდეგ აგორდა ციანიდის სკანდალი საპატრიარქოში, რომელიც რა თქმა უნდა იყო სპეცსამსახურების მიერ მომზადებული, დადგმული და განხორციელებული. მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა ბინძური საქმიანობა ივანიშვილის ეკლესიის წინააღმდეგ და გამოყარეს სუსის უშიშროების მეშვეობით კრეფსები, ანუ ღვთისმსახურებზე ფარული მეთვალყურეობის ვიდეოები. რეალური, არარეალური, ახლა ეს ჩვენი გასარჩევი საქმე არ არის. მოგეხსენებათ, ახლა იქაც ადამიანები არიან, სხვა მსოფლიოს ეკლესიებშიც ხდება სერიოზული სკანდალები და უარესი ვიდრე აქ და პირადი ცხოვრების ვიდეოები დაიწყეს დაშანტაჟება და მთლიანად ეკლესიის ინსტიტუტის დაკნინება იმ ფორმატით, როგორც ეს გათვლილი ქონდა ამ ბატონს და თავის მოსკოველ მფარველებს.